საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა მანევრირების წესების დარღვევისთვის. პლუს მძღოლს მართვის მოწმობაზე 20 ქულა დააკლდება. 50-დან 100 ლარამდე იზრდება ფულადი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარი და 10 ქულის დაკარგვა დაგიჯდებათ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა. 50 ლარი ხდება მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობის ჯარიმა. დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე იზრდება ფულადი სანქცია ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს ყველა კურორტზე. 200 ლარით დაიშჯება ბასლაინზე დარღვევით გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის. სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერებისთვის 100 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. მანქანას კი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ. გვეუბნებიან, რომ მიზანი ტრანსპორტის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს ძირითადად ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა და არასწორი მანევრირებები იწვევს, თუმცა სპეციალისტებს არ სჯერათ, რომ მძღოლებსა და ქვეითებს სიფრთხილისკენ მხოლოდ ჯარიმების ზრდამ შეიძლება უბიძგოს. საჯარიმო სანქციებმა არ იმუშავა. არც ერთ შემთხვევაში არ იმუშავა. მაშინ უნდა იყოს რადიკალური საჯარიმო სანქციები, ისეთი რომ დახვრეტას უდრიდეს, ისე მიმართულებით მივიდივართ. და ეს შედეგს არ იძლევა. რამხელაც არ უნდა აუწიოთ თამასა, შედეგს ჩემი აზრით არ მოგცემს. არსებულ გარემო პირობას თუ რატომ ძიმდება და მისი მაპროვოცირებელი რითი შეიძლება აღმოიფხვრას, ამაზე არ ვფიქრობ და ძალიან მარტივია რა, დაარტყი ნაჯახი გადაჭერი. არავის უკლებია რა შედეგი გამოიღო ჯარიმების ზრდის წინა ტალღამ. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ავარიებს 345 ადამიანი შეეწირა. ბოლო 5 წელში ჯარიმების განაკვეთი რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა უსაფრთხოება არა. 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 450 ადამიანი დავკარგეთ, 2021-ში 459, 2022-ში გზებზე დაგვეღუპა 430 მოქალაქე, 2023 წელს 442, 2024-ში კი 454. წლებია ქართული ოცნების ერთადერთი პასუხი პრობლემებზე არის ჯარიმების ზრდა. და უკვე ეს მე რამდენჯერ რაც იზრდება ჯარიმები, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა რაიმე კვლევა ან შეფასება იმისა, რომ წინასდამ გამოიწვია რამე დადებითი ეფექტი თუ არა. და როგორც წინასდამ არ გამოიწვია დადებითი ეფექტი, ისევე ამ ჯარიმების დას არ ექნება რაღაც უსაფრთხოების კუთხით. ბიუჯეტში მეტი ფული შემოვა, ეს ფაქტია და გამოვიდა რომ ხალხს კიდევ უფრო გაწეწავენ. სამართლის სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამჟამად საქართველოში ერთულ მოსახლეზე შემოსავლებთან მიმართებით ისედაც მაღალი სასანქციო განაკვეთი მუშაობს. მათი კიდე გამკაცრება თანაც დაუსაბუთებლად მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად ფასდება. ეს არის ბოროტება. იმიტომ რომ ადამიანების ასე ვთქვათ, საჯარიმო სანქციებით და აქედან მიღებული თანხებით არ შეიძლება რომ ბიუჯეტი ივსებოდეს. ერთსულ მოსახლეზე საშუალო ცხოვრების დონით ვიღებთ, პრაქტიკულად ეს არის აკრძალვა, რომ ადამიანს ჰქონდეს შიში და ვერ იმოძრაოს. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ შედეგს არა ჯარიმები, არამედ ავტომობილის მართვის სწავლების ხარისხის ზრდა მოგცემს. რისთვისაც სახელმწიფო ჯერ არაფერს აკეთებს. ცალკე გამოწვევაა გზებისა და ტრანსპორტის თანამედროვე დაგეგმარება. ეგრეთ წოდებული ახალი სატრანსპორტო ელემენტების გაჩენა, რომლებთანაც უსაფრთხო თანამოძრაობა და მანევრი საერთოდ არის სწავლება. ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს არანაირი სტანდარტი, როგორ უნდა ვასწავლოთ მძღოლებს ავტომობილის მართვა. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, აი ნულია, არანაირი. ყველა მასწავლებელი თვითონ წყვეტს, როგორ ასწავლოს და როგორ ასწავლოს, როგორ ჩააბაროს გამოცდა და არა ის, როგორ მართოს ავტომობილი. შესაბამისად, მე რო ეხლა მომცეთ ხელში ინსტრუმენტები და მითხრათ, რომ გულის ოპერაცია გააკეთეო, ისე რომ არავის არაფერი არ უსწავლებია, რამდენიც არ უნდა ამიწიოთ საჯარიმო სანქცია, რომ თუ კარგად ვერ გავაკეთებ, კარგად ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცი. არავის არ გვაქვს ჩაბარებული გამოცდები იმ პირობებში, როდესაც ელექტროსქროლი რო დადის გზაზე, ჩვენ ვიცით თუ არა როგორ უნდა ვმართოთ ავტომობილი. იმ პირობებში, როდესაც საგზაო მიმოსვლა გაუკეთეს ცალკე ავტობუსებს, რომელიც უკუღმა დადიან, სკუტერები მოძრაობენ ქალაქში, ვერ გაიგებს საიდან უნდა შემოგიაროს და ჩვენ არ ვიცით როგორ ვიაროთ გზაზე.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების ნახევარი გაუხსნელია. ანუ თუ ზუსტად არ ვიცით რა იწვევს ავარიებს, არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკური კვლევა, რა დროსა და რა ვითარებაშია უფრო ხშირი ავარიები, როგორ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ჯარიმების ზრდა მოგცემს შედეგს. იქნებ სულაც ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ავტოკატასტროფების მაპროვოცირებელი. ხელისუფლება ზოგადად არ ფიქრობს რა არის მთავარი, თქვათ, პირობა, რომელიც უსაფრთხოებას გადის გზაზე. ეს ხომ მაგალითად შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ცვლილება, ცუდი გზები, არასწორად აწყობილი გზები. რეალობაში ასეთი ზრდა მხოლოდ დამთავრდება იმით, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შემოვა, ხალხს ნაკლები ფული ექნებათ ჯიბეში და არანაირი გავლენა უსაფრთხოებაზე არ ექნება, როგორც არ ქონია გავლენა ყველა წინა ასეთ გადაწყვეტილებას. სტატისტიკური ციფრების გამოვლენა ამინდი რა პირობებში ხდებოდა გადაადგილება, დღის პერიოდი, ეს შუადღეა, ღამეა, დილა თუ ანუ სტატისტიკურად დალაგებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოგზაურს გამჭვირვალედ დავინახოთ სურათი. სამართლის სპეციალისტები გარდა ჯარიმის არგონივრული განაკვეთებისა, იმაზეც მიუთითებენ, რომ კანონში ბევრი ბუნდოვანებაა, რაც ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ცოტამ თუ ვიცით, რომ საჭესთან დასჯადია მობილურით არა მხოლოდ საუბარი, არამედ საერთოდ მისი სარგებლობა. პოლიციას ეს აძლევს შესაძლებლობას ჯარიმა გამოწეროს თუნდაც მაგალითად Google Map-ით. ეს მაშინ როცა კანონმდებლობა საერთოდ არაფერს ამბობს საჭესთან ყავის ან სხვა ტიპის საკვების მიღებაზე, რაც არანაკლებ საფრთხეს შემცველი შეიძლება იყოს. ამიტომაც, სამართლის სპეციალისტები ჯარიმების ზრდის ნაცვლად რელევანტურად მიიჩნევენ კანონის ამ მხრივ დახვეწას და ტერმინთა დაზუსტებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის რეპრესიული რეგულაციები მანქანების საყოველთაო აკრძალვას უფრო ემსგავსება, ვიდრე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველაზე საუკეთესო ის იქნებოდა, რომ პირველ რიგში ტერმინები დაგვეზუსტებინა, გაგვესწორებინა, რეალურად ეს არის აკრძალვა, ასე ვთქვათ, ამ სატრანსპორტო საშუალების მართვის. ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ ავტომობილები არ იყოს საერთოდ ტრანსპორტი მოსპოთ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება რომ უფრო რადიკალური ზომებიც მივიღოთ, მაგრამ თუ ჩვენ და მე მგონია რომ გვჭირდება ეკონომიკურად სხვანაირად წინ ვერ წავალთ, თუ არ იქნება გადაადგილების საშუალება და ტრანსპორტირების საშუალება, ნუ მაშინ რაღაც თანაფარდობა უნდა არსებობდეს. 2025 წლის 9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების სახით ბიუჯეტში 188 მილიონი ლარია შესული, რაც 15.700.000 ლარით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში გადახდილი თანხის ოდენობას. პარალელურად, 2025 წლის 9 თვეში საქართველოში ავარიებს 345 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს საშუალოდ 3-ჯერ მაღალი რიცხვია ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.